სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პარტია დროას ლიდერის ელენე ხოშტარიას სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანაზე თანხმობა განაცხადა. შესაბამისი განცხადება სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ მედიასთან მას შემდეგ გააკეთა, რაც პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ელენე ხოშტარიას ექიმებთან მაკა იოსელიანთან და ანი ქავთარაძესთან შეხვედრა დასრულდა. როგორც პატარიძემ განმარტა, შეთანხმდნენ, რომ ელენე ხოშტარიას დაახლოებით 2 დღეში კლინიკა ვივა მედში გადაიყვანენ, სადაც იგი დამატებით კვლევებს ექიმების მაკა იოსელიანის და ანი ქავთარაძის მეთვალყურეობით გაივლის. ჩვენ თანახმა ვართ, რომ მჟავრდებული ხოშტარია გადავიყვანოთ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. ეს არის სამოქალაქო სექტორის კლინიკა ვივა მედი, რომელთანაც პენიტენციურ სამსახურს გააჩნია ხელშეკრულება და შესაბამისად უკვე კლინიკა ვივა მედში ქალბატონი მაკას და ქალბატონი ანას მეთვალყურეობით მჟავრდებული ხოშტარია გაივლის შესაბამის დამატებით კვლევებს. ქალბატონი ელენე გადავა ვივა მედში, ჩატარდება ყველა საჭირო კვლევა, ლაბორატორიული, ინსტრუმენტული. ჩატარდება, როგორც შევთანხმდით, ყველა იმ სპეციალისტის კონსულტაცია, ვისაც ჩავთვლით საჭიროდ და მხოლოდ ამის შემდეგ, როცა ჩამოყალიბდება საბოლოოდ გამოირიცხება ინფექცია, დაისმება დიაგნოზი, გადაწყდება საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისად დაიწყება მკურნალობა. არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც მე რომელიმე კოდსი ბიძინადან დაყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული. არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც ისინი მე დამინახავენ მსხვერპლის როლში. აუტანელი არის არა ტკივილი, ამასაც ავიტან და უარესსაც ავიტან. აუტანელი არის ის, რომ არის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ღირსება, სიმართლე, უბრალოდ აღარ ფასობს ამ ქვეყანაში. და ეს უნდა გამოვასწოროთ ჩვენ. რეების კეთება უწევთ იმისთვის, რომ რაღაცა შემოატრიალონ სათავისო სიტუაცია და არაფერი არ გამოსდით. რაც უნდათ ის გადაწყვიტონ, რაც ვერაფერს ვერ დამაკლებენ აბსოლუტურად.